რამდენად მართებულად მიგაჩნიათ, რომ 73,000 ლარი იქნეს გადახდილი თქვენ სარგებლობაში? პასუხი ჩემი ეს იქნება რა. ეს არაა ჩემი საკუთრება, გამგებლობა. თქვენ სარგებლობაში. ჩემ სარგებლობაში, ჩემ დროების სარგებლობაში, რა თქმა უნდა. როცა ურთიერთობა და საქმეა გასაკეთებელი. ახლა წარმოიდგინეთ მე ახლა დაჯღებული საბჭოთა მანქანით რომ ვიარო, რა განსხვავება იქნება, ან რას მოუტანს უკეთესობისგან და როცა ჩვენი ბიუჯეტი მე მახსოვს იყო სადღაც 400,000 თუ 500,900 მილიონიც არ იყო და დღეს რომ გახდა რაღაც 4 მილიონი 900, ეს იმას ნიშნავს რომ შემოსავლებიც არის და ამან გამოიწვია სწორედ ეს უბრალოდ აქ მთელი მსოფლიოს ევროკავშირი ურთიერთობა ახლა მე რომ ზაპოთი დავხდე ან ველოსიპედით ვიარო, იმ დონეზე არა ვარ, ველოსიპედით კი ვივდი. მე 70,000 ლარი გადავიხადო და სადღაც მეორესაც გეტყვით. აი ხარჯები ხო, როცა ძველ მანქანას ყიდულობ შეიძლება ორი იმდენი დაგიჯდეს და როცა ამას ფაქტიურად ზეთი და ფილტვის მეტი არ იცვლება და საბურავია. რამდენი გიხარჯება თვეში საწავე? ნუ რაშნია 500, 700, 800 ლიტრას. ის რა არის, ჩვენ გამგებელი ისა, კარგი კაცი არ არის. რატომ? რატომ და აი ასეთი რამდენი 4-ჯერ მოვიყვანა აქ ვანახე რა ჩემი მდგომარეობა. მე მოგიცემთო, ახლა არ ამაქვს და როდით იქნებოდა რა ვიცი. გამთხადება რამდენი მაქვს იქ. ვერ გამიგეს ვერაფერი. იქაც მინდოდა, წავსამართული მინდოდა. სად მოინდომე? იქ თბილისში. აქა მილიმიდებს ამის წამალი. ერთი კაკარი ღირს 5 მანეთი. მეორე დღეში უნდა დავლიოს. და მაგისი საშუალება არ გაქვთ რომ შეიძინათ? არაფერი არ მაქვს. წამალი ვიყიდო თუ რა უნდა ვქნა. თავი ხო არ შემიძლია რომ ჩვენ ამ ბიუჯეტს ხარი არ დაუჭირეთ, იყო ამასთან პრობლემა, იმიტომ რომ არაფერი კონკრეტულად არ იყო თავიდანვე განსაზღვრული რისთვის ჭირდებოდათ ეს თანხები, არის ასეთი მუხლი არაფინანსური აქტივების და მუხლში იყო ჩადებული 132,000 ლარი, რო თუ არ ვცდები, დაახლოებით ამდენი თანხა იყო და ეს თანხა გამოიყენეს საგრებულოს თავმჯდომარისთვის, რო იყიდათ ავტომანქანა და იყიდეს ჯიპი, პრადო, სადღაც 70,000 ლარი დაჯდა ეს მანქანა. ჩემი აზრით ეს გამართლებული არ არის იმდენად, რამდენადაც აქ უფრო სხვა საკითხები იყო პრიორიტეტული. მე თვლიდი რომ არაფინანსური აქტივების და აუცილებლად საგრებულოს თავმჯდომარის მანქანაზე არ უნდა გაყიდულიყო აქცენტი, აქ დასრულთავების მანქანა სჭირდებოდა, დასრულთავების მანქანები სჭირდებოდა და სხვა ტექნიკური საშუალებები, რომლებიც ადამიანებს მისცემს იმის საშუალებას, რომ სუფთა ქალაქში და ნორმალურ ქალაქში ეცხოვრათ. მაგრამ გადაწყვიტეს, რომ ამ ხელად დიდი თანხა გადაეხადათ საგრებულოს თავმჯდომარის მანქანისთვის. ახლა 20-30,000-იანი მანქანაც საკმარისი იქნებოდა, რომ ევლოს საგრებულოს თავმჯდომარეს. აი მოკლე შედარება რო გავაკეთოთ 200,000 ლარის ოდენობის თანხა გათვალისწინებული ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალური და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ანუ ერთჯერადი სახის დახმარებაა ეს. ერთჯერადი სახის დახმარება. ამ შემთხვევაში 140,000 ლარი როცა იხარჯება გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის სარგებლობაში არსებული მანქანებზე, ეს რამდენად სწორია? არასწორია, აქ ავტომანქანები არის რამოდენიმე შესყიდული და არა, რაიონში რო დადის ის მანქანები კი რა სხვაგანაც რო დადიან და ადგილობრივი თანხები, რომელიც მიდის, ადის რო ქონდათ პროგრამა მეტი სარგებელი ხალხს, ეს ყველაფერი ტყუილი იყო, მეტი სარგებელი გამგეობის თანამიმას აღმასრულებელი ორგანოების თანამშრომლებს თვითონ თავიანთ თავზე ქონდათ ეს ლოზუნგი მორგებული და არა ხალხზე.